ახლა უნდა გიამბოთ 8 წლის გიორგი თოფურიას შესახებ, რომელმაც ტელეკომპანია იმედის მაყურებელი უკვე გაიცნო, პატარების დიდი შოუს მონაწილეა ის და გადაცემაში გიორგიმ წამყვანს თავისი ოცნება გაუმხილა, სურს მამის მსგავსად მებაჟი ოფიცერი გახდეს. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ გიორგის შემოსავლების სამსახურმა მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა და ოცნება აუხდინა. როგორია გიორგის ერთი დღე მებაჟე ოფიცრად, ნახოთ თამარ კობახიძის და გიორგი კოტრიკაძის რეპორტაჟი. მივესალმოთ ჩვენ სტუმარს გიორგი თოფურიას. მოგზავნით პატივცემულო. როგორ ხასიათზე ბრძანდებით? კარგ ხასიათზე ბრძანდები. შესანიშნავი ამბავია. ეს ყველაფერი თქვენი ნახელავია? დიახ. ძერწვა, ხატვა, ფანდურზე დაკვრა და მათემატიკა. ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია იმ მრავალფეროვანი სამყაროსი, რომელსაც პატარა გიორგი თოფურია ქმნის. ამ ყველაფერს ერთი მთავარი სურვილი აერთიანებს. კიდე მინდა რაღაც, მაგრამ რა აბა? ძნელი სიტყვა. რა არის? ძნელია. ძნელია? რა არის ძნელი მითხარი? ფანდურზე დაკვრა არის ადვილი და დანარჩენი ძნელია? აბა მითხარი რა გინდა? მამაჩემის პროფესია არის შემოსავლების სამსახურის ოფიცერი. და გინდა რომ გამოხვიდე? გულწრფელი სურვილით მაყურებლის გულიც მოიგო. პატარების დიდი შოუს მონაწილეს იცნობენ როგორც მამის პროფესიაზე შეყვარებულ ბიჭს. ეთერში გასული გადაცემის შემდეგ დღეს გიორგის ოცნება სრულდება. ერთი დღე მებაჟე ოფიცერი ხდება. მამის პროფესიის გაცნობამდე გიორგის შემოსავლების სამსახურში მებაჟე ოფიცრის ფორმა დაახვედრეს. ასევე თანამშრომლის ბარათის ასლი, წარწერით. შემოსავლების სამსახურის ოფიცერი გიორგი თოფურია. ზუსტად ისე, როგორც ნამდვილ მებაჟე ოფიცერს ეკუთვნის. უნდა შემოსავლების სამსახურის ოფიცერი გახდეს. მამის პროფესია უნდა და ისეთი ბედნიერი ვიყავი, პიტი არ შეიძლება. ზოგადად გიორგი ინტერესიანია ძალიან და ყველაფერში უნდა რომ წარმატებული იყოს და რამოდენიმე სერტიფიკატი აქვს კიდე აღებული ქართულში, ინგლისურში, რუსულს სწავლობს. თუ კი რამე სიახლე არის, ისე ეგრევე დაცევს და ძალიან ყვაყოფილი იყო, ძალიან ბედნიერი იყო და ამერიკა და მითხრა იციო, ჩვენო ასეო, შენ სამსახურში ვართო მიწვეული. ფორმა მორგებულია და პატარა მებაჟე ოფიცერმა მამასთან ერთად სამუშაო დღე დაიწყო. პირველი ამოცანა გაიგო, როგორ ხდება ტვირთის დეკლარირება. გაფორმებისთვის აუცილებელია დოკუმენტაციის მითითება და იმ საბაჟო გამშვები პუნქტის აღნიშვნა, საიდანაც მოხდება ტვირთის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. შემოსავლების სამსახურიც ორიენტირებულია, რომ ხელი შეუწყოთ. რომ ის სამეწარმეო საქმიანობაში რომ წარმატებული იყოს. მამასთან ერთად დაესწრო კონტროლის პროცესი. ტვირთს როგორ ამოწმებენ და ათვალიერებენ. აინტერესებდა როგორ ხდება საზღვარზე კვეთა, როგორ ხდება საქონლის შემდეგ დათვალიერება, როგორ ხდება პროგრამულად ამის ასახვა, როგორ ხდება. მებაჟე ოფიცერთან ერთად საბაჟოს განუყოფელი ნაწილია კინოლოგები და მათი სამსახურეობრივი ძაღლებიც, რომლებიც გამშვებ პუნქტებზე მუშაობენ. 4 ფეხა მცველები ამოწმებენ ტვირთსა და ავტომობილებს. ამ პროცესს პატარა მებაჟე ოფიცერიც ესწრება. ჰანსი გიორგის მითითებებსაც ასრულებს და ავტომობილს დეტალურად ათვალიერებენ. შემოწმების შემდეგ ჰანსმა დამსახურებული საჩუქარიც მიიღო. რომ შევდიოდი მეკონა არ გამომივიდო და ყველაფერი გამომივიდა. ეს ყველაფერი გულში ჩამრჩება ცხოვრების ბოლომდე. რა მოგიწოდა ყველაზე მეტად? ტრეილერები რომ ნახე. გიორგის მამა უკვე 20 წელია მებაჟე ოფიცრად მუშაობს. ყოველი დღე სიზუსტეს, ყურადღებასა და ქვეყნის ინტერესების დაცვას მოითხოვს. როცა გაიგო, რომ შვილი მის პროფესიაზე ოცნებობს, ემოციების გამოხატვა სიტყვებით გაუჭირდა. ამბობს, რომ ეს მისთვის ყველაზე დიდი აღიარებაა, როცა შვილი შენს მაგალითს სწავლობს შრომის, წესრიგისა და საქმის მნიშვნელობას. ვფიქრობ, რომ რაღაც შინაგანი მზაობა უნდა ჩამოგიყალიბდეს ამ სამსახურთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეგ იმდენად როგორც ის სპეციფიკურია და ინდივიდუალურია, იმიტომ რომ როგორც ფიზიკურ პირებთან გიწევთ შეხება, ისე სხვადასხვა სახეობის ტვირთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოსულ საქონელს. ყველაფერს თავისი მახასიათებელი აქვს, თავისი სასაქონლო ნომენკლატურა აქვს.
და მთელი რიგი პროცედურები ეს ჯაჭვია. მამა ჩემი რომ გააღვიძებენ მე რო იქნები ახალგაზრდა და ვიმუშავებ, მამა ჩემს გასაღვიძებლად რომ მიდიოდნენ იქნება მეოთხები. ერთ ჩემთან ერთად გინდა სავაჟოზე იმუშაო, მამა? 8 წლის გიორგი მომავალში ალბათ ბევრი პროფესიით დაინტერესდება, თუმცა აუცილებლად გაახსენდება ეს დღე. დღე, როცა პირველად მოირგო მებაჟე ოფიცრის ფორმა და იგრძნო, როგორია ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცვა. წლები გავა, კიდევ ალბათ იყოლებათ ისეთი შვილები, რომლებიც დაინტერესდებიან თავიანთი მამის პროფესიით და ნახოთ, უფალი მაღალი არის.